ჩემი წლის ბოლო გადაცემის სტუმარი. Თქვენთან ერთად მადლობა მე მესალმებით თქვენს მაყურებელს. გადავავლებ თვალს გასულ წელსაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რთული და დატვირთული წელი იყო თქვი კიდეც მისალმებაში. ძალიან მაინტერესებს ორ დღეში თქვენი პარტიის მერდანის ყრილობის დეტალები, მაინტერესებს მომავალში რაც გეკავთ, მოკლედ ბევრ რამეზე შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ, მაგრამ მაინც მინდა პირველ რიგში დავიწყოთ, რომ მოდის თითქმის ამ დღეში სრულდება, ხო 2023 იწყება ახალი წელი, ახალი გამოწვევებით, იმიტომ რომ არჩევნები გვაქვს წინ. ეს წელი ასე თუ ისე წარმატებით დასრულდა, სტატუსი ხელში გვიჭირავს. ასე თუ ისე? არა, ძალიან პირიქით. ძალიან წარმატებით ქვეყანა უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა და მაინტერესებს პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი იწყება 2024. რა არის ხელისუფლებისთვის, მართველი ძალისთვის მთავარი გამოწვევა მომავალ წელს? აი რისთვის ემზადებით, რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას? არის ეს მხოლოდ არჩევნები თუ ბევრი სხვა რამ? როგორც იქნა მომეცას შესაძლებლობა რომ როგორც იქნა არა სხვა რამ შესაძლებლობა არა რას ამბობთ მე როგორ კადრებთ როგორ შევნიშნა მაგას შესაძლებლობა მომეცა როგორც იქნა რომ ცოტა ზოგად კონტექსტში ვისაუბროთ იმიტომ რომ სულ რამდენჯერაც ერთ-ერთში ვждებით ხოლმე სულ გვიწევს რაღაცა კონკრეტული იმ დღევანდელზე იმ კვირის ყველაზე კარგ შემთხვევაში ან ბრალდებებზე პასუხი და ახლა შევეცდებით ძალიან მოკლედ რომ თქვენს ჩართვის საშუალება მოგცეთ, აი რაღაც ზოგად კონტექსტში საით მივდივართ. აი მასზე ვისაუბრო. საით მიდის ქვეყანა? ანუ ამას ხო, ამას გულს რა თქმა უნდა. აბა ჩვენ საით მივდივართ კონკრეტული ადამიანები, არა, ხელისუფლება, სტრატეგია, ხელისუფლება და ქვეყანა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და ქვეყანა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და გამოწვევა. პრობლემა, გადასაჭრელი საკითხი, მიმართულება. ხა არავის გაუკვირდება თუ დავიწყებ ტერიტორიული მთლიანობა არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და უმთავრესი გამოწვევა. გამოწვევა არის მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ერთ-ერთი მთავარი ასევე ევროკავშირის წევრობა. ცალკე ყველა წარმოადგენს რთულ და არა მარტივად გადასაწყვეტ საკითხს ესეა. კი, ამაზეც ვისაუბრებ. ტერიტორიებიც, ეკონომიკური განვითარებაც მშვიდობა და სტაბილურობა და ამის უზრუნველყოფა როცა რეგიონში ასეთი ამბები ხდება ევროკავშირის წევრობაც არ არის მარტივი ამბავი ხო ამას მთელი რიგი წინაპირობები უნდა მაგრამ თავარ გამოწვევათ ესე რომ შევაფასოთ ალბათ უნდა ვთქვათ რომ ამ ყველაფრის ერთად უზრუნველყოფა ანუ ერთად სიარული და ერთად გადაჭრა სწორად საკითხების რომ ყველა მიმართულებით იარო წინ. ბოდიში ერთობლიობაში ერთად რას გულისხმობთ? გუნდს ერთად თუ სხვა არა. იმებთან ერთად ოპოზიციაში. აი ამ ყველა გზაზე 3-4 მთავარი თემა დავასახელე, ხო? ყველა გზაზე იარო ისე, რომ არც ერთი არ დააზიანო. შენი ეროვნული ინტერესი ასევე ეს არ უნდა გამოგრჩეს და დავამატოთ ამ გამოთ. შენი ეროვნული ინტერესები, შენი თვითმყოფადობა, შენი სუვერენიტეტი შეინარჩუნო. თან ამ გზაზე რაც დავასახელე, ყველაზე ერთად იარო, ისე რომ ერთმა მეორე არ დააზიანოს და ასე შემდეგ, ან ერთი მეორის ხარჯზე ნებისმიერ მათგანზე საუბრობ და არა ცალკეულად რომელიმეზე. ყველა ამ გზაზე ისე იარო, რომ ყველაფერი წინ მიდიოდეს და უკან ნაბიჯი არ გადადგა. ყველა საკითხი ისე გადაჭრა, ყველა პრობლემას ისე გაუმკლავდე, რომ ერთმა მეორემ არ დააზიანოს, ან არ დააზიანებინო შენ თვითონ, ან ვინმე არ მოახერხოს, რომ რომელიმე გზაზე ფეხი დაგიდოს და წაბორძიგდე, აი ეს არის თავარი გამოწვევა. ჩვენ სინამდვილეში გვაქვს პრობლემა ის, რომ რაღაცა შეიძლება აი ლოკალურად, რაღაც მომენტში, რომელიღაცა გზაზე ვიღაცას მოეჩვენოს, რომ აი ამ გზაზე წინ წავედით, მაგრამ სხვა ზიანდებოდეს. და ყველაზე დიდი პრობლემა და სირთულე სინამდვილეში მაშინ მდგომარეობს, რომ აი ეს ყველაფერი ისე უზრუნველყო გრძელვადი არ მოკლევადი არ საშუალოვადი არ პერსპექტივებში რომ რაღაც ერთმანეთი არ დაზიანდეს ერთმანეთის ხარჯზე ანუ შეიძლება ითქვას რომ უფრო რთული წელი იქნება არა მხოლოდ ერთი წლის ახლა ვლაპარაკობ არა მხოლოდ ერთი წლის კონტექსტში არამედ ზოგადად ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს ქართველებმა ამ ქვეყანამ უნდა შეძლოს რომ ეროვნული ინტერესებიც გაატაროს და ამისი დაზიანების ხარჯზე არაფერი არ იფიქროს. მშვიდობით, შერიგებით, განვითარებით, დეოკუპაციაზე იფიქროს და ასე უზრუნველყოს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ევროკავშირის წევრი გახადოს ეს ქვეყანა. ეკონომიკურად გააძლიეროს, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოს და ეს ყველაფერი ერთობლიობაში არ არის მარტივი გადასაჭრელი.
ეს არის ყველაზე რთული, ვის შეუძლია ამის გაკეთება. იმიტომ ვარ ჩვენ მყარად და იმიტომ საუბრობთ ესე თამამად, რომ ჩვენ დავანახეთ მთელ სოფლიოს და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას. და ასევე რა თქმა უნდა, პირველ რიგში მის აღმატებულება ქართულ ხალხს, ქართველებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ჩვენ აი ამ გზებზე დავდივართ გამართულად და უზრუნველყოფთ საბოლოო ჯამში შედეგებს. თორემ წლის დასაწყისში პესიმისტური იყო მოლოდინები, იგივე სტატუსზე, ხო? პესიმისტური ჩვენ პირდაპირ კეთდება. სინამდვილეში ჩვენ არ არა, მე ვაბა იყო რაღაც ოპოზიცია ხშირად საუბრობდა ამაზე, საზოგადოების ნაწილსაც. ალბათ ეჭვიებარებოდა, რომ შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ სტატუსის მიღებას. ამაზე მუშაობდნენ, რომ ყველას დაეჯერებინა, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. იმიტომ რომ ჩვენ თამამინაბიჯებიც ჰქონდა. ჩვენ თამამად შევდიოდით დისკუსიაში, ვკამათობდით, ვაკრიტიკებდით გასაკრიტიკებელს, მოსაწონებელს ვიწონებდით, რომ თავდასხმები თავმოყარების ამბავია ბოლოს. თავდასხმებს არ ქმევდნენ. ხო, ეს იყო კრიტიკას, დისკუსიას არ ქმევდნენ, თავდასხმებს. ვის რას არ ქმევდნენ, ვის და რას არ ქმევდნენ. ეს მეორე საკითხი, მაგრამ რა ხდებოდა სინამდვილეში? ჩვენ შევდიოდით ძალიან თამამად დისკუსიაში. გასაკრიტიკებას ვაკრიტიკებდით, ეროვნული თავმოყარების ამბავი იყო და ეს ხელგულზე კი არ კეთდებოდა. პრაგმატული გათვლა იყო და რაციონალური გათვლა ყველა მიმართვა. ეხლა მაშინ ამას რომ ამბობდი, დღეს რომ ამას ამბობთ, იგივეს ვამბობთ დღესაც. კი, ხშირად ადარებენ თქვენივე განცხადებებს. მე თვითონ ვამბობ ამას. ხო, მაგიტომ არა, მაყურებელსაც ვახსენებ, უბრალოდ რა იგულისხმეთ. იმ დროს რომ იგივე სტატუსზე ეს კრიტიკა, დიახ, სტატუსთან დაკავშირებითაც ის განცხადებების სწორედ უზრუნველმყოფი იყო შემდგომი სწორი გადაწყვეტილებების და შედეგის. ანუ ბატონო, შედეგი თქვა, რომ ხელისუფლებას, აი უხეშად რო ვთქვა, ესე გამოუვიდა ამ ნაბიჯებით, რომ სტატუსი ეს იყო გათვლილი, ყველა ნაბიჯი, თუნდაც აი რასაც ამბობთ, კრიტიკა, რაღაც იქ იყო, ხო, ბევრი მთელი წელი გვესმოდა რუსული ოცნება, სტატუსს ვერ მიიღებს, ვინ მისცემს სტატუსს, ანუ რა თქმა უნდა, შედეგით იზომება ბევრი რამ და უკვე სხვანაირად ჩანს ეხლა შეიძლება რაღაცები, მაგრამ ხო, აი კითხვა ზუსტად ეს მაგრამ ეს ყველა თქვენი განცხადება, რასაც ამდენი კრიტიკა მოყვა თქვენი ნაბიჯი, იყო გათვლილი? ანუ პირდაპირ მიმართული, რომ ამ ფინალამდე მისულიყო? თუ ასე გამოვიდა. ზუსტად ვამბობდით კიდევაც და თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ეს განცხადებები გაიხსენოთ, სხვა განცხადებებიც გაიხსენოთ, რა შემთხვევაში მოხდება სტატუსის მიღების უზრუნველყოფა. ამას ჩვენ წინასწარაც ხო ვამბობდით. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას ისე გავივლიდით, რომ ერთი მხრივ ღირსება, მეორე მხრივ თავმოყარება ეროვნული, მესამე მხრივ იქ ბევრი დეტალი იყო, ზედმეტი გადაჭარბებული მოლოდინები, რომლის შემთხვევაშიც ვიღაც თუ რაღაც ძალებს სტიმული, мотивация აღარ ექნებოდათ რაღაცის ჩაკეტვის და ამაზე აღარ და ვეღარ იზრუნებდნენ. თუ ვიღაცები დარწმუნდებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არ ეს ხო გავაკეთეთ, ეს ხო დღეს არ ვამბობთ ამას. არა, ვაფასებ. მანამდე თუ ამბობთ, ამას მე პირადად და ჩვენი გუნდის უამრავ წევრს და ლიდერს ხო გავუკეთებია ეს განცხადება. თუ დაარწმუნდებიან, ვიღაც ხან გლობალური ომის პარტიას ვეძახდით, ხან სხვა ადამიანებისგან გავიშვებდით ხოლმე ხელს. არსებობს რა კარგი რამე. არსებობს, ვეძახდით გლობალური. ჩვენ დავარქვით, ანუ რაღაც ძალები ისე არსებობენ. გარკვეულ ძალებს დავარქვით გლობალური ომის პარტია. დღესაც არსებობს ძალები, არსად არ წასულან კაცო. და ის ადამიანები თუ ის ჯგუფები თუ ის ძალები თუ დაარწმუნდებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მოცემით ამ ქვეყანაში ხელისუფლებას გადაშეცვლიდნენ, მაშინ ამაზე იზრუნებდნენ, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ შიდა ძალებს ამისი პერკეტი ამ შემთხვევაშიც კი არ ქონდათ, ამაზე აიღეს ხელი და გაადვილდა. ეს ხო წინასწარ გათვლილი იყო. თქვენ როდესაც მისვამ შეკითხვას, მე უბრალოდ კი არ გპასუხობთ, რომ დიახ, ყველა სიტყვა და ყველა ნაბიჯი გათვლილი ქონდა. უბრალოდ მტკიცებულებებით გიყვებით, რომ დიახ, ასე იყო, გათვლილი ქონდა ყველა ნაბიჯი. კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, აი ამ თემებზე რო ლაპარაკობდნენ, შალვა პაპუაშვილი, მე და სხვა ადამიანები, ლიდერები თუ სხვა ერთი ამ თემაზე რო ლაპარაკობდით და ამ მესიჯებს ვახმოვანებთ, ეს იყო შეგნებულად, გამიზნულად ნათქვამი ყველა სიტყვა, რომლის პირობებში ჩვენ გარკვეულ უზრუნველყოფას ველოდებოდით და მივიღეთ ეს უზრუნველყოფა. კანდიდატის სტატუსს მივიღეთ. ეს ყოველ ამ შედეგის მოლოდინი გვიწრება თუ აი იგივე აი ამ ხელშეჩრელი ფაქტორებით რასაც როგორც მინიმუმ ზედმეტი რო არა ვიყო ხა ჩემ თავზე ჩვენი გუნდის სახელი ზედმეტებიც რომ არ ვილაპარაკოთ, როგორც მინიმუმ ის ვიცოდით, რომ ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება და ჩვენ სტატუსს მიგვიღო, იყო ის, რომ გზაზეც დავდიოდით. და ვიცოდით, გარანტია იყო აქ. მეტი აი სხვანაირად, ან რაღაცა ხშირად ვიმეორებ, შეიძლება უკვე გაცვდა კიდევაც, მაგრამ
თალფეხზე დგომასაც ეძახდნენ ესენი და თავი მოიყარა. ხო, ეს კრეფსით სახელია მათი. იგი უკვე ტერმინი გაჩნდა. ხო, გაჩნდა, ხო. თალფეხზე დგომით და სისუსტით რომ ამას ვერ მივიღებდით. და თუ თანაბრად ჩვენ მეგობრებს არ დაველაპარაკებოდით და სიმართლეს ესე არ ვეტყოდით, რა იყო, რაღაც ძალები რომ იყვნენ ამაში ჩარეულები და რა ხდებოდა გლობალურ კონტექსტში. და ის მეორე ფრონტის თემა იყო თუ არ იყო. ხო აღმოჩნდა რომ თურმე სიმართლეა. ხო აღმოჩნდა რომ რაღაცეების სხვა კერები გაჩნდა რეგიონში სამწუხარო ძალიან ცუდი. ხო აღმოჩნდა რომ რასაც ლაპარაკობდით, რა შედეგსაც ლაპარაკობდით, ის ისე მართალი ყოფილა და ეს ხელის გულზე ეს ყველაფერი და ხო ძალიან არაპოპულარული იყო ამისი ლაპარაკი. ძალიან, იმიტომ რომ ამან დააზარავა ზუსტად. აგერ ეთერში ხო გვიკამათია ჩვენ ამ თემაზე. ხო წუხდით ამაზე თქვენ პირადად და ბევრი ადამიანი სტატუსი მიიღო ბევრი გულშემატკივარიც კი წუხდა. ჩვენი გულშემატკივარი სუბიექტურად რომ გულშემატკივარს მაგალითად ქართულ ოცნებაში ასეთი ადამიანებისგან მოგვისმენია სტატუსი არ არის საუბარი მოგვისმენია რა გინდოდათ ახლა ეს ხო მოგვისმენია და თურმე ამად გვინდოდა რომ მართლები აღმოჩნდით ხო ბოლოში რომ მაშინ აი ესე კაფიოდ რომ არ ყოფილიყო პრემიერ ღარიბაშვილის ის კონკრეტული განცხადება მაგალითად როდესაც ომის დაწყებიდან უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე მესამე დღეს კაფიოდ თქვა რომ ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდება და ყველაზე არაპოპულარული განცხადება იყო მაშინ. მაშინ ასე ჩანდა. სერიოზული კრიტიკა მოუყვა მე ამ განცხადებას. ირაკლი კობახიძის სხვა განცხადებები აღმოჩნდა სწორი, რომელიც იმ დროს ძალიან და მე არ შეიძლება რო არ თქვა. ხალხის ძალა რომ ამის კეთილვანებად გამოაცხადეს. რაღაცებს რომ ლაპარაკობდა ის ხალხი და ჩვენ რომ ვემიჯნებოდით მარტო ერთადერთ რამეში რომ არ გვინდა. განსხვავება იცით რა იყო? მაგის გარეშეც გადავიტანთ. ისინი ამბობდნენ რომ არა, ეს არის სათქმელი. ბევრ რამეში ისინი ხო მართლები აღმოჩნდნენ და ხო მართლა გაჭრეს ყინული, კარგი გაგებით და ბევრი რაღაცები ლაპარაკეს, რომელიც აბსოლუტურად არაპოპულარული იყო მაშინ და მერე აღმოჩნდა ბევრისთვის დღეს აღმოჩნდა გასაგები. ალბათ, ეხლა ხის მაგერად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ნუ შედეგით განიზომება ყველაფერი. ამაში შედეგი დაუფასოთ. ეს იყო ყველაზე დაუფასოთ რომ ყველაზე არაპოპულარული განცხადებები მათ აკეთეს მაშინ არაპოპულარული და დღევანდელი გადასახედი გადავახვიოთ და მოусმინოთ რას ლაპარაკობენ ის ადამიანები. რაღაცა შეიძლება დღემდე არ ვეთანხმებოდა, ოღონდ შინაარსში კი არა. არ ვეთანხმებოდა იმაში რომ არ იყო აუცილებელი რომ იმ დროს თქოს დაუშვათ. მაგრამ ერთ-ერთში იმ მაშინ ერთი შეხედა არაპოპულარული განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა თურმე რა ხდებოდა იმ დროს და თურმე როგორი სიმართლე უთქვამთ ისე დროს როცა ამ სიმართლის თქმა იქნება იყო რა ვიცი ხარაკერის ჩატარების ტოლფასი თითქოს მაგრამ ამ დროს აფცელებენ სხვადასხვა წერილებს და მინდა ამაზეც გადავიდეთ თუ ამ გამოწვევაზე დაასრულეთ ხალხის ძალა ახსენეთ ისე ბევრი აკრიტიკებდა მაგრამ მეც და ალბათ ყველა ჟურნალისტი ამახსოვრდება გურამ აჭარაშვილის კადრი ისტორიულ დღეს როცა ინგლისური მისალმებით ჩამოვიდა მედიასთან აი ყველას და ამახსოვრდება ეს კადრი ნამდვილად და მინდოდა უბრალოდ მე მარგალიტა სამბოლო დროს ისეთ რაღაც იუმორისტულ ჟანრში გადააქვე ხანდახან რომ ძალიან დასამახსოვრებელი კადრი იყო ხალხის ძალის წარმომადგენლისგან სწორედ ამ წერილების შემდეგ მაგრამ რომ გადმოვიდეთ აი დღევანდელ დროში ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ დღესაც წერილი მანამდეც ჯერ მინდა პირველ შევეხო სადაც საუბარი იყო ხა წინ არჩევნები გველოდება ხო 2024 ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ტესტია ზუსტად აი გზაზე სასიარულოდ რაზეც საუბრობდი წევრობისთვის იმისთვის ხო მთელი დასავლეთი გვაკვირდება და უკვე გაჩნდა ამ არჩევნებისთვის ემზადება ოპოზიციაც, ისევე როგორც ხელისუფლება და ყველა პოლიტიკური პარტია. და აი იგივე ამ წერილში ხალხის ძალა და მე თქვენი კომენტარებიც მოვისმინეთ, ისევ გაჩნდა საუბარი და დაიწყო რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადება ოპოზიცია, რომ ეს რაღაც გარკვეული ძალები ისევ ჩაერევია, რომ შეიძლება არ აღიაროს არჩევნების შედეგები, რომელიღაც პარტნიორებმა ან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლება, მოკლედ, დაიწყო ისევ საუბარი ამ რევოლუციურ სცენარებზე. ელოდებით მსგავს რამეს თუ ეს მართლა ყველა არჩევნების და რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ხდება ხოლმე. ეხლა მე გეტყვით ჯერ ზოგადად რას ველოდებით და მე მტკიცებულებებს ვიტან. რა თქმა უნდა ველოდებით მცდელობას, რომელიც გარანტირებულად არ გამოუვათ. აი წინასწარ ჩვენ შეგვიძლია როგორც ეხლა ერთი წლის წინ რაღაცებზე ვამბობდი მე პირადად რომ აი დავიმახსოვროთ ეს რომ ეს ასე იქნება, ახდა ბევრი რაღაცა, ახლაც წინასწარ გეუბნებით რომ რა თქმა უნდა ამისი მცდელობა იქნება მაგრამ გარანტირებულად არ გამოუვათ. და რატო? ეხლა რატო იქნება მცდელობა და რატო არ გამოუვათ? ხო, რატო არ გამოუვათ ესეც საინტერესოა. არეულობას გულისხმობთ ისე ჯერ რომ არეულობის მცდელობა ექნება თამასთან. ექნებათ რაღაც რევოლუციური სცენარები, რაღაც, მაგრამ უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნება, ვიდრე წელს იყო წელს რაღაცა
ის გაჩნდა 1%-იანი ჩანასახი მაგალითად მარტის დღეებში და შემდეგ ამასაც ვერ მოახერხებ. ეხლა რატო ექნება ცდელობები? ჯო რეიტინგებს რო აქვეყნებენ რაღაცებს და ხან ასე გამოაქვეყნეს და ხან ალოკაციის გარეშე ჩამოწეს და პროპორცია მაინც ვერ შეამცირეს და 1000 გვარი რაღაცა მოიფიქრეს, ხო? თვითონ ხო ითვლიან. თვითონ ხო იციან. აი ამ დათვლაში თავის მიერ გამოქვეყნებულ, აი გადასწორებულ ველი გაუბედურებული რო აქვს და რაღაცნაირი არა იგივე ინდიის კვლევაზე მე მგონი ოპოზიციის წარმომადგენლებიც იგივე გიორგი ვაშაძე ამბობდა რომ ეს რა კვლევაა. თავისივე კვლევებშიც კი იმ ველს საველე სამუშაოებს იმ ინდიის კვლევისას ვინატარებს ხო ვიცით ძალიან კარგად და აი იმ კვლევებშიც კი რო არაფერი გამოდის თქვენ წარმოიდგინეთ ვერ აგროვებენ აი ყველა აი სულ 2 და 3% რო ვერ გადალახოს ეს პარტიები რო უმატონ ერთმანეთს და ხო გაბერდნენ ახლა და გაშალეს. კი ამაზეც უნდა კითხოთ ზოგადად სანამ დეტალებში ჩავალთ გაშალეს 40%-მდე ვერანაირ კონფიგურაციაში ვერ ადიან. და ხო ხდებიან რომ დანარჩენი 60% სად არის? პოტენციურად არაპოტენციურად ნებისმიერი გზით. 40% ეხლა ცხედან ითვლიან აქედან იქიდან იქნაც მოძრაობას დაძირეს თვითონვე წამოვიდა სხვა პარტიები ვითომ ისინი ბარიერს ვერ ლახავენ. ეს 3 და 4%-ით რო აგროვონ და ყველას რო თითო პროცენტი და 2 და 3% უმატონ და თეორიაში წარმოიდგინონ 5%-იან ბარიერს 40%-ზე რო ვერ ადიან. ხდებიან რომ რაც არ რა გაშალონ, ჩაშალონ, გაიშალონ, შეიკრან. დრო არ აქვს ამისთვის, ბატონო მამკაი თქვენი შეხედულება როგორია? ეს ხო დღის მოცემულობა. არ ვიცი, ნუ ერთი წელივით არის, ამ ელოდებით რომ რამე შეიძლება. როგორ შეიძლება დღეს იყოს მოცემულობა რომ ერთადერთი პარტია ახავს ბარიერს ოპოზიციური, ერთადერთი პარტია ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ ისე მეორე ადგილოსანია, დაწეული, გაუბედურებული რეიტინგით, მაგრამ ბარიერს მხოლოდ ის ლახავს, სხვები ვერ ლახავენ და ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ადიან რაღაცა ისეთ პროცენტზე, რომელიც თეორიულ შანსს გააჩენს რაღაცისას. ეხლა რაღაც გზა ხო უნდა მოძებნონ და მეორე გზა არის არეულობის სცენარი, ხო? მეტი შანსი არა. ამიტომ რადგან ეს მონაცემები თავადაც უჭირავთ ხელში, ერთადერთი გზა მათ რჩებათ, რომ იქნება რაღაც ავრიოთ ფიქრობენ, რომ მე ამ არეულობაში რაღაც კიდე ახალი მოვიფიქროთ. გეგმა B-ს, გეგმა B. დავარქვათ ასე. ეხლა რა ხდება? რატო არ გამოუვათ? რომ ყოველ მცდელობაზე ხალხი იძენს ახალ გამოცდილებას. ხალხმა ნახა მაგალითად ის რომ აი რაღაცა კატეგორიაზე ჭრის გამეორება უარგუმენტოდ გამეორება ერთ და იგივეს. ეხლა მაგალითად ბოლო ერთ-ერთი კოზირი თუ ჯოკერი თუ რაც გნებავთ დავარქვათ, იყო რუსული კოდალასავი ტვიში რუსული მაგალითად გზედმეტ ნაკლები წარმატებით ეს განახორციელეს 8-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით. და უთხრეს ადამიანებს, რომ ეხლა თქვენ რასაც გთავაზობენ კანონს, ეს არის სინამდვილეში რეპრესიული კანონი, რადგან სიტყვა მაგალითად რაღაც არგუმენტებიც მოიტანეს, იქ იყო რაღაც ასე თუ ისე მყარი არგუმენტები რო აგერ, პუტინი და მედვედევი ლაპარაკობდნენ, რომ შერბილებული ვარიანტია, აგერ ხალხის ძალამ წარმოადგინა და ოცნება და ხალხის ძალას ლაპარაკობს, რომ შერბილებული ვარიანტია, ეს დამთხევა ძალიან კარგად გამოიყენეს ზედმეტ ნაკლები წარმატებით. გაიმ სიტყვები დაადეს ერთმანეთს რომ აგერ ესენიც ამბობენ შერბილებული ვარიანტი, ისინი ამბობენ რაღაცა სიტყვა დაემთხოვა ერთმანეთს, ხან პუტინი იტყვის და ხან რა ვიცი ვაშაძე და ხან ნებისმიერ რაღაცა სიტყვა შეიძლება დაემთხვიო და აი ამ დამთხოვებით ამით დააჯერეს საზოგადოების რაღაც ნაწილს და ახალგაზრდების რაღაც ნაწილს, რომ ეს არის აგერ კადრებსაც ხედავთ, რომ რუსული კანონი სინამდვილეში იყო ამერიკული მეორე ვერსია თუ ეს არ გინდათ ხალხის ძალამ წარმოადგინა, მეორე ვერსია იყო პირდაპირი თარგმანი. ფარას გულისხმობთ ხო ბოლოს რო ევროკავშირის მიერ წარდგენაზე იყო საუბარი. როგორ იქნებოდა? ფარას ამერიკაში მოქმედი კანონის პირდაპირ თარგმანი და ამაზეც დააჯერეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ ეს არის რუსული, თორე იქ რაღაც კონკრეტულ შენიშვნებზე იყო საუბარი. ეს ხო ვიღაცამ რო დაიჯერა. მე რა მოხდა მოვლენების განვითარებას ხო მიადევნა თვალყური. მე უცებ იქ კანადაში, იქ სხვადასხვა ქვეყნებში აღარ ჩამოვთვლი ახლა ხო? მე გააკეთეს ახალგაზრდებმა პერფორმანსების რომ მიდიოდნენ სხვა ქვეყნების საელჩოებთან და არა რუსულ კანონს იძახდნენ, ნახევრად იუმორისტული, ირონიული ჟანრის, რაღაცა სარკასტული წარმოდგენები ჰქონდათ, რომ აღმოჩნდა რომ სხვა ქვეყნები ამაზე მუშაობენ, იღებენ ზოგან მუშაობს. ახლა ბოლოს აღმოჩნდა რომ ევროკავშირში ინიცირდება გაცილებით ხისტი, მკაცრი თავის სისხლის სამართლებრივი
დაჟჯის მეთოდებით. საუბარი იყო, ბატონო მამუკა, რომ იქ რუსეთის წინააღმდეგ ხდება ამ კანონების მიღება, ნუ მე არგუმენტებს ემაჩები, რაზეც საუბრობდა მუდმივად ოპოზიცია და თქვენი ოპონენტები და აქ საუბარია იმ პარტნიორებზე, რომლებიც აფინანსებენ მან არასამთავრობო სექტორს. არ ვიცი. როგორ არის ხავს გულწრფელად? ფარაში არა, ხო, ფარაში ეს რუსეთი. ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა არა აქვს მნიშვნელობა იქ ქვეყანას. ფარა ესე არ აკონკრეტებს ეს რუსული წყარო იქნება თუ სხვა ქვეყნის არის გარე ძალებზე და გარედან შემოსულ ქვეყანაში გარედან შემოსულ თანხებთან დაკავშირებით და ამის მეშვეობით ჩვენ გავიგეთ როგორ აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს დასანქცირების კამპანიას მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი. ჩვენ ხო ფარადან გავიგეთ ეს ყველაფერი. კი, ამ ლობისტური ეგრეთ წოდებული რუსული კანონიდან გავიგეთ, ხო? კი ბატონო. ანუ ეს კანონი ამერიკაში აძლევს საშუალებას ამერიკის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომ გაიგოს საიდან ფინანსდება კონკრეტული ღონისძიება და აქტივობა. და დეტალურად არის გაწერილი ვალდებულება რა ვალდებულებები აკისრია ამ შემთხვევაში ფულის მიმღებს, თანხის მიმღებს. ამაზე იყო აქაც საუბარი, ხო? ასევეა ვერ კავშირის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი სანქციის დადებასაც კი პროგნოზირებენ. პროექტი ასეთია ყოველ შემთხვევაში წარმოადგენილი თუ ამ ფორმით მიიღეს. აქ არ იყო მსგავსი არაფერი, აქ ერთადერთი რაც იყო დეკლარირება უნდა დაეწერა, საიდან მიიღო, ამან გამოიწვია მთელი ამბავი, ატეხის იმის გამო, რომ უნდა მომხდარიყო დეკლარირება, საიდან მიიღო კონკრეტულმა NGO-მ თუ სხვა ადამიანმა, თუ გარედან იყოს თანხა, ეს თანხა ვისგან მიიღო და რაში მიიღო. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი, უბრალოდ დეკლარირება უნდა გაიგეთ, თუ არ გააკეთე, დაჯარიმდებოდა, მეტი არაფერი. აი წარმოიდგინეთ, ეს გამოცდილება ხა სხვაგან რო არ წავიდე ჩვენ და ისევე ამ აგენტების შესახებ კანონზე რო არ ვილაპარაკოთ. შესაბამისად, ეს გამოცდილება ხალხმა მიიღო. ხალხმა ნახა, რომ რაღაცაზე რომ ათქმევინეს, რომ ეს იყო რუსული კანონი, სინამდვილეში ეს არის კანონი ამერიკული, აგერ ევროკავშირიც იღებს გაცილებით მკაცრ ანალოგიურ ვერსიას და ასე შემდეგ. ეს გამოცდილება მიიღო ხალხმა. მეორე, რატო იქნება მათთვის რთული ხომ ამაზე საუბრობ და ახლავე დავამთავრებ. მეორე, მეტი მტკიცებულება რა ჭირდება და რა გვინდა ამას იკადრებენ თუ არა, როდესაც ჩვენ ვიცით რომ ის ვედმა გააყალბა პარალელური ხმის დაცვის მონაცემები. მაშინ როდესაც ვერაფერი ნახეს აბსოლუტურად საკრიტიკო წინა არჩევნებზე და ახლა კიდევ უფრო მეტ ვერაფერს ნახავენ, იმიტომ კი, რაზეც მე ბოდიშიც მოიხადეს, გადადგა თავმჯდომარე, მაგრამ იმიტომ რომ ეს ჩვენ მესმის თქვენ აღწერთ რომ ამან შექმნა კრიზისი ფაქტიურად პოლიტიკური. ჩვენ ჩავაყენეთ ამ მდგომარეობას თავის კი არ მოხდარა. აღმოჩინეთ აქ შეცდომა და ბოდიშიო. კვირები გავიდა ისე, რომ არ ტყდებოდნენ. სანამ მართლა კუთხეში არ მივაყენეთ ჩვენი არგუმენტები, ჩვენი მტკიცებულებებით, ჩვენი აქტიურობით და აღმოჩნდა რომ სოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და პარალელური ხმის დაცვის მონაცემები, რომელიც უნდა აკონტროლებდეს არჩევნები ჩატარდა თუ არა სამართლიანად, ის გაყალბდა სინამდვილეში და ამის გაყალბების ფაქტი მე დაარქვეს შეცდომა და არბილის და ასე შემდეგ. ეს გააკეთა ორგანიზაციამ, რომელიც უნდა აკონტროლებდეს არჩევნები რამდენად სწორად ჩატარდა. ბატონო მამუკა, სწორად ამას მაშინ ქნეს და ახლა აღარ იზამენ? აი უნდა მეკითხა, ანალოგიურს ელოდებით ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ იქ აი წერილში საიდანაც დავიწყეთ საერთოდ ამ თემას საუბარი, ამაზეც იყო ნათქვამი, რომ შესაძლოა რაღაც ძალებმა მე არ აღიარონ არჩევნების შედეგები და ასე შემდეგ. რატომ გაქვთ ესეთი მოლოდინი? მცდელობები იქნება, იმიტომ რომ შანსი სხვანაირად ოპოზიციას საქართველოში რომ გაიმარჯვოს არა აქვს. არანაირი ნიშანი იმის არ არსებობს, რომ სხვა მხრივ მათ რაიმე წარმატებას დაუკავშირონ თავისი მომავალი. უბრალოდ არ არის მეტი მოლოდინი მათი მხრივ, ახლა როდესაც იციან რომ მეტი შანსი არ არის. მაშინ ამას ერთხელ იკადრეს, მეორედაც იკადრებენ, ხო? ამისი მცდელობები სულ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად არიან დასუსტებულები ადამიანები, მეკითხებიან ეხა ერთი გავამხელდა კორპორატიულ საღამო მქონდა, არც ვაპირებდით დამალვას, მაგრამ არც არავის თუ კითხავს და რაღაც შევიკრიბეთ ერთად და იქ გვიკითხებოდნენ, წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომლებიც სხვა სტატუსით იყვნენ მოწვეულები, რა მნიშვნელობა აქვს, მუსიკოსი იყო თუ იმიტან თუ შემდეგ ძალიან კარგი ადამიანები, ეხა ოპოზიცია, აი გულწრფელი ემოცია იყო. ოპოზიცია რო აღარ გყავთ, რა უნდა ქნათო?
თქვენ ესეთი განცდა აღარ ყავს ოცნებას ბატონო მამუკა. არა. მას შემდეგ აი რა მინდა გკითხოთ. მესმის რომ თქვენ აფასებთ როგორც სუსტი, მაგრამ თქვით რომ აი ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს მხოლოდ ბარიერის გადალახვის პრობლემა და გასაგებია ეს იმ დროს სულ ასე იყო რაც არ უნდა გაიყო. აი ზუსტად. სად წავა ეს ხმები? ანუ რისი კითხვა მინდა დავასრულებ შეკითხვას და მოგისმენთ. როდესაც საუბარია რომ აი ნაციონალურ მოძრაობა გაიყო, იქ საუბარია შევა ლელო და რაღაც ნიკამელიას რაღაც ერთობა შედგეს, იქ ვაშაძე შეუერთდა. მოგეთ, რაღაც სხვადასხვა გადალაგებები მიდის ოპოზიციაში. ფიქრობთ რომ ეს შესაძლოა გამოიწვიოს ხმების ისე გადანაწილება, რომ თქვენ კი თქვით რომ ჯამურად 40 ვერ აგროვებენ, მაგრამ მეტი ხმა წაერთვას ოცნებას თუ პირიქით, ანუ ორპოლუსიანობაში უფრო მეტია ოცნება ნაციონალურ მოძრაობის შორის დაპირისპირებაში, ოცნების ასე ვთქვათ ბენეფიტი თუ რა ვიცი რა ქვია, მოლოდინი რომ ნამდვილად გაიმარჯვებს თუ დაყოფილ პარტიებში. ეს ხმები რომ გაიყოფა, ფიქრობთ რომ იგივე მოცემულობის ხმები გადანაწილდება, ანუ ბევრი პარტიის არსებობა რას აძლევს წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას, რომელსაც ასევე გამარჯვებას გეგმებს მარტივად იშიფრება და ოღონდ უშედეგო გეგმებია, იმიტომ რომ რაც უნდა შეკრიბუნდა და იშა უნდა შეერთნენ აზრი არ მაგალითად ეხა ცდილობენ რომ გახარიას დააკისრონ ფუნქცია და როლი, რომ ქართული ოცნების ხმები წაიღოს. და აცურ ქოცურ რაღაც ესე ცდილობენ და ვინ ცდილობს თვითონ პარტია თუ ოპოზიციური ნაცნობრობის კლასტერი ესენი ხო ნახეთ ცდილობს მაგალითად გახარია თავის მხრივ რომ მაქსიმალური დისტანცირება გააკეთოს ნაცნობრობისგან და შეთანხმებულებიც არიან ერთმანეთში რომ ერთმანეთი ლანძღონ და ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ ისე არავინ არ დაიჯერებს მათ რაღაც გაყოფას თუ რა და სინამდვილეში ეს კაცი ნაცებისთვის გადადგა ნაცნობრობის თავმჯდომარისთვის გადამდგარი პრემიერია. წარმოიდგინეთ, ხალატის უპრეცედენტო ფორმა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის გადამდგარი პრემიერია. გახარი. და მეორე, როგორც კი შევიდა რაღაცა კოტი საკრებულოში, ყველგან სადაც რაოდენობა მის შესაძლებლობას აძლევდა ნაცნობრობასთან გააკეთა კოალიცია. ეხლა ამ პოლიტიკურ ძალას ხო ერთი შემთხვევა იყო ბოლოს რუსთავში რომ ხარი დაუჭირეს ბიუჯეტს და არა ხარი დაუჭირეს რომ არ ჩავარდესო თუ რაღაც გახარია გამონებოთ ყველაფერს თავი რაღაცა ხო ლაპარაკობენ გამონებოთ ყველანაირი ლაპარაკი კოალიცია აქვს თუ არა ნაცნობრობას და კოალიცია საკრებულოში აქვს თუ არა აქვს როგორც ოპოზიციას ალბათ კი ხო ოპოზიცია არიან კოალიციაში ამას გულისხმობთ არ ვიცი ხო ოპოზიციური რაღაცები სხვადასხვაგვარად არიან მაგრამ კოალიცია შეკრეს მათთან საკრებულები დაალაგეს კაც თვითონ თავმჯდომარები არჩიეს კოალიცია რასაც ნიშნავს სიტყვის კლასიკური და არაკლასიკური და ნებისმიერი გაგებით საკრებულში სადაც არიან ყველგან აქვს კოალიცია ახლა რაც უნდა ილაპარაკონ და სისულელები მოჩმახონ აქედან და იქიდან კოალიციაში არიან და ამბობენ რომ ჩვენ კოალიციას არაზოს არიან და ამბობენ აი მაგალითად სოლქმარმა რო ილაპარაკო ფურამაჭარაშვილი ზეღარო თქვით იმან თქვა სწორად და სხვაებიც ვიმეორებთ ამ გავს რაღაცას რომ ცოლქმარი ლაპარაკობს, აი, ქმარი რო ამბობდეს ცოლზე და ან ცოლი ქმარს, მე ამას არასდროს ცოლად არ გავუყვები და ცოლი რო იყოს ოფიციალური რეგისტრირებული და თან რეალურადაც ერთად რო ცხოვრობდნენ. და რო ლანძღავდნენ ერთმანეთს და ამას არ ცოლად გავუყვები, ამას არასდროს მე ცოლად არ მოვიყვან, ქმარი ცოლზე რო ლაპარაკობს, ცოლი ქმარზე. აი ესეთ სასწაულთან გვაქვს საქმე და აგიჟებენ ხა ხავს თავისი ჭქვით, არავინ არ გიჟდება. მაშინ აი ბოდიში იმ გეგმას ჩამამთავრებ. და გეგმა აქვს ხა ლელოს აქვს ვითომ რაღაცა შუაშისტური მომენტები და ამ უფრო რადიკალები არიან ნაცნობრობაზე მეტი ნაცები არიან ანუ ერთად არეკეტებდნენ ხალხს თავის დროზე დანაშაული და უდასტურდათ თაღლითობა მათ ლიდერებს რაც სახეები არიან წარმოდგენილები კი ხედავთ და ამათ უნდათ რომ აი არც ოცნება რომ არ მოწონს ადამიანს და არც ნაცნობრობა თავი მოაჩვენონ რომ აი ამ ხალხის ლიდერები არიან ახლა ესენი შუა უნდა შეიკრიბოს რაღაც სლოგანი დაალაგეს რომელსაც ახმოვანეს მამუკა ხაზარაძე ნაცნობრობის მთავარი რეკეტიორი რომლისგანაც არეკეტებდა ნაცნობრობა ხალხს და აი ამ არასწორი პერსონები არიან და არც არავინ არ ყავთ მეტი სწორი პერსონები არ ყავთ თამაში უბედურება და რაც არ უნდა ეხა შეერთდნენ გახარია რაც არ უნდა აქეთ ფლანგზე მარცხენა ფლანგზე ხო აი გახარიას პარტიის იმაზე და მეკითხა ზუსტად ხმები წაგვართვას სხაპარია ვეღარაფერს ვეღარ წაგვართვას გახარია იმიტომ რომ ადამიანმა თავი დაამახსოვრა საქართველოს ღალატით თავის გუნდს უღალატა და გადაგა ნაცნობრობის თავმჯდომარის არ დაჭერის
გამ და უზრუნველსაყოფად. და ახლა იგივე ლელო, რომელიც არის ნაცემეტი ნაცი და რანაირად უნდა დაალაგონ მე მართლა ვერ ხვდები, გულწრფელად ვერ ხვდები. კარგი, და ახლა გახარიას გუნდის ის იყო თქვა განცხადება ამ თემაზე, მაგრამ ისედაც მინდოდა მეკითხა, მათ თქვეს ესეთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხება, ეს ახლა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ და დავასრულებ ამაზე. ხო, რატომ არ გადაყავს ხელისუფლებას ის ციხეში? იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ ამას იყენებს სააკაშვილი საარჩევნო კამპანიისთვის, სასამართლო პროცესებს, რაღაც პარტიულ თათფირებს მართავსო პროცესზე, ასე ამბობენ და ხელისუფლებას აწყობს ეს ყველაფერი, რომ მისი მოწინააღმდეგე იყოს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ არ გადაყავს. რატომ არ გადაყავს ხელისუფლებას? თუ ის გადასაყვანია, მე არ ვიცი, უბრალოდ მკითხულობ. ვივამედის კლინიკიდან ციხეში. ექიმების საქმე. ექიმები როცა იტყვიან, აი როდესაც იტყვიან, რომ კატეგორიულად გამორიცხულია ამ ადამიანის საჭიროება, რომ იყოს კლინიკაში, იმ დღესვე იქნება გადაყვანილი. ესე წარმოდგენა მაქვს მე. ხელისუფლება არა, მე არ ვსარგებლობ ჩემი საქმე, საერთოდ არ არის. მართლა არ მომიქრო ხელისუფლება თქვენ ხო, სხვა ასეხება. კი ბატონო, ხელისუფლების სახელითაც შემიძლია ვილაპარაკო, ხო? ამ ადამიანთან დაკავშირებით, როგორც კი რაღაცა მინიმალური რაღაც სამედიცინო თემები, რისკები იქ აბსოლუტურად გამორიცხული იქნება და ამბობს კლინიკის ხელმძღვანელის ინტერვიუ ნახე გუშინ წინ ისევე როგორც თქვენა, მე მასთან კონტაქტი არ მქონია და არც მაქვს ამის უფლება, ხო? რაც ვნახე ტელევიზიის მეშვეობით და რაც წავიკითხე ნიუსი, რაც მოდის ხოლმე ჩვენ მონიტორინგში, იქ ვნახე ის ადამიანი ამბობს, რომ გაცილებით და რადიკალურად შეცვლილია პოზიტივისკენ მდგომარეობა და მაგრამ რაღაცა ისინი რჩება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათ რას გეგმავენ ახლა გახარიას იმას რომ დაუბრუნდეთ რაღაც წყევლა როა წინ წყალი და უკან მეწყერიო მეწყერს გვიქმნის გახარია ვითომ წინ წყალს ის ნაცმოძრაობა გადაიყვან და კლავენ ისევ ატყდება ამბავი არ გადაიყვან და აქედან ესენი დაგდებენ და ესე ის შეგვიქმნის ახლა რაღაც ბუფერული ზონა იქ რომ თუ არ გადაყავს გახარია გაწובה უკაცრავ ჯარგონისთვის თუ გადაყავს ნაცმოძრაობა გაწובה და ყველა ვარიანტი წაგებულ თამაშს გვათამაშებენ ვითომ სინამდვილეში არის ის იხთის საჯელს აქვს მშვენიერი მოპყრობა და სამედიცინო დაწესებულებაში არის რაღაცა თავის დიაგნოსტიკური რაღაცების გამო. როგორც კი აბსოლუტურად განიკურნება და ის რაღაცა პატარ-პატარა რაღაცებიც არ ექნება სამკურნალო, ალბათ მე ესე ვფიქრობ, გადაიყვანა მისი გადაყვანა. მესმის ხო, თქვენი აზრი. მარტივი ამბავია, რაღაცები მართლა აქვს, რაღაცები რასაც იგონებდნენ იმის მიასედი არ აქვს. რეალობა ეს არის, ხო? რაღაცა სამედიცინო ჩვენებები ეთყობა აქვს სხვანაირად იმაში ვერ იქნებოდა, ხო? მაგრამ როკვდებოდა და არიქა ხვალ ცოცხალი აღარ იქნებოდა ეს რო ტყუილი აღმოჩნდა და სპექტაკლებს დგავდნენ უნიჭო სპექტაკლებს და რაღაც ბოროტულ სპექტაკლებს ესეც კარგად ვნახეთ შიმშილობდა ვითომ არ შიმშილობდა კვდებოდა ვითომ არ კვდებოდა და ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს მათ შორის სააკაშვილიც კი ოღონდ პასუხი უნდა აგოს იმაზე ერთი რაც მსჯილი აქვს თუ მიუსჯელი აქვს და ასე შემდეგ გასაგებია დანაშაულიც აქვს რეალურად ჩადენილი ხო მისი ციხისგან და მისი სამედიცინო დაწესებულებაში კუნალობისგან კუნალობა ბჭყალებში არ შეიძლება ეწოდოს რასაც ისინი უშვებოდნენ განსხვავებით სხვა პირობებია და ამ პირობებში უწევს მას ვინც არ უნდა იყოს იმ სისტემის შემქმნელს უწევს ამ პირობებში ამ კარგ პირობებში იმიტომ რომ ყველა პატიმას ასე ეპყრობა დევანდელი ხელისუფლება კარგი ბატონო მამუკა მინდა ყოფილ პრეზიდენტებს საუბრობდით და მოქმედზეც გადავიდეთ წლის ბოლოს არ შეიძლება არ შევა ხო პრეზიდენტთან ანუ სალომე ზურაბიშვილთან ქართული ოცნების თქვენს ურთიერთობას საკმაოდ რთული წელი იყო კონსტიტუციის დამრღვევა ცნო სასამართლომ გუშინ ამბასადორი ელზე არ მიიწვიეს ის იქ სცენაზე ვნახეთ რომ გამომცვლელებში არ იყო და ქვემოთ იდგა ხალხთან ერთად როდესაც სტატუსის აღნიშვნა მიდიოდა ანუ ძალიან ბევრი ისეთი მისი მხრიდანაც კრიტიკა მოვისმინეთ ხელისუფლების მისამართი და მოკლედ რამოლოდინიც იყო რომ ქართული ოცნების მიერ დასახელებული კანდიდატი იქნებოდა რაღაც სხვანაირი პრეზიდენტი თქვენთვის ამას გულისხმობ და უფრო მხარდამჭერი ასე ვთქვათ ეს არ მოხდა და თქვენი მხრიდანაც ძალიან მწვავე განცხადებები ვისმინეთ თუმცა წინ გვაქვს წელი ამ 9 პრიორიტეტზე მუშაობისას პირდაპირ მოუწოდებენ მართლ ძალს როგორც ოპოზიციასთან არასამთავრობო სექტორთან ისე პრეზიდენტთან ერთად ანუ პროცესის ინკლუზიურად მართვას აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამ პირობებში და იგივე პრეზიდენტთან ურთიერთობაში, აი როგორ ხედავთ მომავალ წელს გაგრძელებას ისევ ვთქვათ, რომ ის ფაქტიურად თქვენთვის პრეზიდენტი აღარ არის თუ იქნება რაღაც გადაკვეთის წერტილები. საქმიანი, არაპიროვნული შეიძლება, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტზე ვსაუბრობ. მოდი, ჯერ შევაფასოთ და აქაც მტკიცებულებებით. სუბიექტურად რომ ვილაპარაკო ქართული ოცნების განსახილდან, რა თქმა უნდა, გულისწყეტას იმსახურებს ის ამბავი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რომ პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ გავა პრეზიდენტი, ჩვენი ლიდერები იყვნენ ბილბორდებზე, სხვანაირად მის გაპრეზიდენტება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჩვენ მოუწოდეთ ხალხს და რომ არა ქართული ოცნება 0 იყო შანსი. 1%-იც არ იყო მის გაპრეზიდენტების შანსი. ეს ადამიანური მომენტიც და მორალური მხარეც და ჩვენი მომხრეები, რასაც დღეს გვსაყვედურობენ, ამაზეა ლაპარაკი. ეს ერთი.
მეორე მართლა უკადრებელი არ ვაჭარბებ ხო უკადრებელი იკადრე იმიტომ ამ რუსულზე რომ ლაპარაკობდით ეს რუსული მესიჯი ხო ერთ წამში ჩამოენგრა ოპოზიციას ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ის სალომე ზურაბიშვილი ბოდიში თან გაწყვეტინებთ რა მაგრამ მოგისმენთ ჩაჯდა ოპოზიციის გზავნილებში აი მანამდე რომ საუბრობთ ამ რუსულის დაგვერქვა ანუ ეს ეწყინა ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას ეწყინა აქ წენაზე არ არის წენაზე და მორალზე თქვი ეს მორალი ადამიანურ ხარეს მივაქციე პირველ რიგში ყურადღება და მას გაუსხაზე მაგრამ ეხლა ცოტა პრაგმატულად და რაციონალურად რო გადავიდეთ იმ ავნებლობაში რაც გარუსების ხელისუფლების და ხალხის არჩევანის გარუსების კამპანია იყო. ეს ხო თვითონ წეღანაც გამოუტოვე ალბათ უნდა მეთქვა და ახლა ვიტყვი მაშინ რომ თვითონ ჩაიგდო ოპოზიციამ და აქედან გადავიდეთ სალომე ზურაბიშვილს თვითონ ჩაიგდო ოპოზიციამ არ ყავთო აღარ ყავთო ასე მიგაჩნია თუ რომ გითხეს დიახ იმიტომ აღარ არსებობენ ესენი პოლიტიკურად აღარც ერთი რომ მათ ერთი გზა აირჩიეს რომ აი კანდიდატის სტატუსს დაეკავშირებინათ ყველაფერი ხელისუფლება არის რუსული კანდიდატის სტატუსს რუსულ ვერ მივიღებთ თუ არავინ არ მიცემს და ამაზე აწყეს თავისი გეგმები და მთავარ სტრატეგიად დაისახეს და ჩავარდეს თავში სისულელი რაც იყო თავში ის აღმოჩნდა ბოლოში სისულელია ხო რაღაც არ არის რომ მოიგონებ მავნებლობას და შენი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას მოდი ახლა დავარქვათ რუსული და კანდიდატის სტატუსსაც ვერ მიიღებენ და ეს გარედაც ესე გაიყიდება და დავალებაც ესეთი გვაქვს ამას ასე რომ დაალაგებ და ბოლოს ჩაგეფუშება ეს ყველაფერი მე საკუთარ თავს უნდა დააბრალო ხო ერთ დღეში მოკვდეს რუსული და მაინც იგივეს იმეორებენ ახლა რომ ხო თუმცა სალომე ზურაბიშვილი რომელიც მე მესმის გათქვით რომ ამ გზავნილ საყვე მაგრამ ფიქრობ რომ მართლა ხელს უშლიდა ამ პროცესს აი როდესაც ამ შეხვედრებზე დადიოდა თქვა თუ პირიქით კი არ ვფიქრობ იქ რას ლაპარაკობდა კარს დახურულ კარს იქით მე კაცმა არის და არაფერს არ დავაბრალებ. იქ მოდი ვთქვათ, კარგს ლაპარაკობ. დაუშვათ აი ყველაზე აი ძალიან გთხოვთ მიეცით ჩვენს ქვეყანას სტატუსი. ვთქვათ ამას ამბობდა. და ცუდ რაღაცებს არ ლაპარაკობდა. მე სხვა შტაბეჭდება მაგ და სხვა აზრი მაქვს, მაგრამ მოდი რო არა ვიჭორაოთ, ვთქვათ რომ იქ დაუშვათ რომ კარგს ლაპარაკობდა. რას ლაპარაკობდა, რაც ვიცით ზუსტად. რაც არ ვიცით დავანებოთ იმას თავი. იმაზე კარგი ვიფიქროთ, დაუშვათ. აი ეს დაშვება გავაკეთოთ ყველაზე რაღაც კეთილი დაშვება. საჯაროდ რასაც ლაპარაკობდა. ხალი ამბობდა რომ შარჩან რომ არ მოგწეს, სწორად არ მოგწეს, არ ვიმსახურებდით, როცა ვიმსახურ ყველაფერი დადასტურდა, თვითონ გამოაქვეყნა ევროპა, ევროკავშირმა გამოაქვეყნა ევროკომისიამ მონაცემები, რომლის მიხედვით ყველაზე მეტად თურმე ჩვენ ვიმსახურებთ, ხო ეს ასე იყო. და პრეზიდენტი რომ ერქვა და ქვია დღესაც ფორმალურად, ეს ქალბატონი ამბობდა რომ არ ვიმსახურებდით. და წელს მოვიდა პარლამენტში და ჩვენ გვითხრა პარლამენტარებს დღედაღამე რო ქონდა ნათენები ამ რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფებში და კაციშვილი რო არ გვეხმარებოდა იქნა საბოტაჟის გარდა დღედაღამეს რო ასწორებდა აპარატის თანამშრომლიდან დაწყებული რიგით თანამშრომლიდან დაწყებული პარლამენტარი დამთავრებული ყველა და რა როგორ გვექნა როგორ გაგვეზომა როგორ შეგვეტანა კანონში რომ ეროვნული ინტერესიც არ დაზიანებულიყო სუვერენიტეტიც არ დაზიანებულიყო და თან რეკომენდაცია შეგვესრულებინა ამის ზომა რო გვიწევდა თან და ამათი საბოტაჟის ფონზე მოვიდა პარლამენტში და პრეზიდენტად წოდებულმა ქალმა გითხრა რომ წელსაც ფორმალურად ასრულებთ ანუ წელსაც არ გეკუთვნით და არ გვეკუთვნისო ამას ამბობდა საჯაროდ. ეხლა იმის იქით რას ლაპარაკობდა, კარგი ვივარაუდოთ თქო ამბობ მე თვითონ, ხო? და რანაირად ეს პარლამენტი ჩაკეტილი მეორე უარს ვერ გაიგებს ქართველი ხალხი, ვთქვა. ის მოწოდებებში ეს სულ ისმოდა, ეს ნარატივი იყო, რომ ხალხს მიეცით ხელისუფლება არ იმსახურებს და ეს არ არის სწორი მიდგომა, ასე არ იძლევა რაღაც სტატუსებს ევროკავშირი, ევროკომისია ეს არ არის ეს ორგანიზაცია, რომელიც ხალხს უნდა ხელს არ ვარგა, რეფორმები არა აქვს, არ არის შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეფორმები იმ კონდიციაში არ არის ქვეყანა, ხალხს უნდა კაი მივიცეთ. მოდი, რამდენ ხალხს უნდა და რამდენ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა მიცენა და რეფორმების გარეშე აძლევს ვინმე რამეს. ეს ხო სიგიჟია და ზღაპარი. ეს ხო ისეთი აბსურდული თუმცა ყველა რეკომენდაცია არ ქონია ჯერ შესრულებული, ისე მივიღეთ ხო სტატუსი. რომელი რეკომენდაცია აქვს? რა 12-ვე შესრულებულია? არა, ვკითხულობ, იმიტომ იყო საუბარი 3-8 და რაღაც კიდე გადმოყვა 9 პრიორიტეტი ხო და იმავე თემებიდან გადმოყვა 3 შეასრულეთო პირდაპირ გვითხრეს, ხო? ეს გვითხრეს რამდენიმე თვით ადრე და ისიც არაობიექტური შეფასება იყო, ახლაც ვამბობ. არა, მე თან გულისხმობ, რომ 9 პრიორიტეტი ხო გადმოყვა, იგივე საარჩევნო რეფორმაზე ანტიკორუფციული გარანტირებულად როგორ და რატო ქონდა შესრულებული და 3 შესრულების პროცესში იყო და შემდეგ უკვე პასუხები მოვიდა, პასუხები დავაბრუნეთ, იქ დისკუსია იყო და რატო იყო ყველა შესრულებული პრაქტიკულად ამის მტკიცებულებები დავდეთ. ირაკლი კოფახიძის
ბრიფინგი რო იყო მედიისთვის და ყველა ტელევიზიიდან რო იყო. კი მე ვესწრებოდი თუ ამას გულისხმობ პრეზენტაცია რო იყო, კი პირადად დასჭერს დაბეჭდება რომ რომელიმე შეუსრულებელი იყო. არა, თუმცა იმის მერე იყო ის დასკვნა, ხო ევროპიდან როდესაც ითქვა რომ და მამაზე იყო კრიტიკა. ნახეთ, თქვენ თქვით 3, ვიღაცამ თქვა 6, ვიღაცამ თქვა 1. ქართველმა 3-ს როდესაც ამბობდა, ესე იგი აღარ მახსოვს ზუსტად როგორ იყო, 6 ამბობდნენ ნაწილობრივ. ხო, სხვადასხვა ციფრები იყო, იმიტომ აღარ შევედი ამაში, მოდიოდა ესეთი მესეჯი, რომ 3 სრულად შესრულებული, ესე იგი პროგრესი ძალიან სერიოზული 6-ზე და 3 იყო რაღაც ნაწილობრივ შესრულებული, რაღაც ასეთი მესეჯი იყო და ქართველი NGO-ს ნაწილი, ქართველი რო ქვია, ესენი ლაპარაკობდნენ, რომ ერთია ხო შესრულებულიო. ანუ ყველაზე კრიტიკულ შემფასებელზე უარეს რაღაცებს ამბობდი და იქ იყო და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ამბობდა ერთზე კი არა, საერთოდ არც ერთი არ გაქვს შესრულებულიო, ფორმალურად არის ეს ყველაფერი შესრულებული. საბოლოო ჯამში იმას ვამბობ, ირაკლი ყობახიძის იმ ბრიფინგზე, იმ პრესკონფერენციაზე უпроსწორად ხო იყავით. და ვინ რა თქვა დავანებოთ ერთ წამი თავი. არა, შემფასებელი ევროკავშირი იყო და ამიტომ იქი მოვისმინეთ და ყველა შესრულდა, თუმცა მე შემფასებლის პასუხი იყო საინტერესო. ფაქტები რაც დაიდო, ირაკლი ყობახიძის იმ პრესკონფერენციის მერე დაგჭირს დაბეჭდება რომელიმე სადმე შეუსრულებელი იყო? ერთი კითხვა დაგჭირთ მაშინ? აი გულწრფელად გეკითხები. არა, მაშინ გავიგეთ რომ ყველა რეკომენდაციის შესრულების დასრულებული არ იყო, მაგრამ როგორ მიდიოდა ხელისუფლებას მოვისმინეთ, უბრალოდ 3-ზე იყო და იქაც უბრალოდ მე მოყვა ეს შეფასებები და ამიტომ მაგრამ აღარ აქვს მშობა 3-9-6 სტატუსი მიღებულია. 9 პრიორიტეტი განსაზღვრულია. ბოლოს ამაზე აღარავის უსაუბრია, მაგრამ რომ არ ჩაეთვალათ რეკომენდაციების, მოდი დავარქვათ ყველაზე კრიტიკულები იყო უდიდესი ნაწილი შესრულებულად. რა კანდიდატის სტატუსი და რა ყველაზე კრიტიკული მიდგომა იყო ჩვენს რა უზრუნველყო ვინ უზრუნველყო ახლა დავანებოთ თავი ყველაზე კრიტიკული მიდგომა იყო საქართველოს მიმართ ისიც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და ობიექტურად და თამამად თქვა და ნუ შეგვეშინდება იმის რომ დაიჩაგრა ქვეყანა 1 წლის წინ აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება იყო თავისივე გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვითაც კი საქართველოს მიმართ მაგრამ ეს სამართლიანობა წელს აღდგა და მადლობა უნდა გადაუხადოთ ყველას, ვინც ამ სამართლიანობის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, რომელმაც დიდი სიბრძნით ხალხის ამათ გონია რომ ჩვენ გვწყინს იმას რომ ლაპარაკობენ რომ ხალხის დამსახურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ხალხის დამსახურება. ხალხი ამათ აყოლოდ, იცი რა არის ხალხის დამსახურება, მთავარი? ხალხი ამათ აყოლოდ ამათ სიგიჟებს და ამათ ასეთ ბოროტ ტყუილებს. და გამოსულიყვნენ ამათ მოწოდებაზე და ეს რუსულის ძახებაზე მართლა გადაეყენებოდა ხელისუფლება კანდიდატის სტატუსი კი არა ბევრი რამე დაგვრჩებოდა უკან ძალიან ბევრი რამე და ეხლა ეს ქვეყანა ისეთ ქაოსში იქნებოდა ვერ წარმოიდგენს მაგრამ ბოდიში ამ წინადებას დავასრულებ და დაგასმენებ შემდეგ კითხვას ბოდიში მაგრამ ხალხის სიბრძნე იმაში მდგომარეობდა რომ ხალხი ვერ აიყოლეს ამ ტყუილებში ეს გამოცდილი დაღვინებული საზოგადოება გამობძრმედილი ტყუილ მართლის გარჩევაში და მისი უდიდესი ნაწილი მიხვდა რაშიც იყო საქმე გამოგხვა და რომ არა ეს გამოყოლა და რომ არა ეს დიდი სიბრძნე ქართული საზოგადოების და ქართული საქართველოს მოსახლეობის და მისი ყველა მოქალაქის და მისი უდიდესი უმრავლესობის ჩვენ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ. დიახ, ხალხის დამსახურება კი არა გვწყინს, გვიხარია რომ ეს ასე იყო, ასე მოხდა და ამათ ისეთ მესიჯაა დაგდით გოზე გვწყინდეთ ჩვენ. და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ შეასრულა ხალხის დაკვეთით ის სწორი გეზი და სვლა რაც ჩვენ უზრუნველყოფთ. წინ არის ისევ აი წაღანაც ვახსენეთ 9 პრიორიტეტი, დავალება რომ ის სიტყვა შეიძლება, მაგრამ ნუ თხოვნა რომ ეს იყოს ინკლუზიური, როგორც თქვი, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პოლარიზაციის პირობებში, ანუ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას დიდად არაპირებთ უკვე მივხვდი, ანუ მიხოდრეთ რომ პირდაპირ გეტყვით ერთიანდებით რომ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი რომ მისი ლეგიტიმაცია პრაქტიკულ მინიმუმამდე და ფორმალურამდე დასრულდა გადადგმულია. სასამართლოს მიმართ და სასამართლომ დაგვიდასტურა კონსტიტუციის დაღვა როგორც სწორად რომ მან დააღვია კონსტიტუცია, ჩვენ ყველა მხარი დაუჭირეთ მის იმპიჩმენტს, ნაცმოძრაობის ხარჯზე ის დარჩა პრეზიდენტად, ნაცმოძრაობამ და ნაცმოძრაობის კლასტერმა მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტს და მის ხარჯზე დარჩა პრეზიდენტი და იყოს ახლა ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტად ჩვენს მიერ აქმული აღარ არის ეს ადამიანი და მასთან თანამშრომლობა რა თქმა უნდა მინიმალისტურად ძალიან ფორმალურად შეიძლება რაღაც საკითხებში, მაგრამ ეს ადამიანი ზის ნაცმოძრაობის მესიჯბოქსში ახმოვანებს თუმცა ნაციონალური მოძრაობაც არის ის პარტია და კიდევ სხვა ოპოზიციურ პარტიები ვისთანაც მოუწევს ხელისუფლებას, ნუ თუ ისინი მუშაობენ, იმიტომ რომ ჯერ უცნობია შეიძლება ბოიკოტი გამოაცხადონ, მაგრამ რაღაც რამდენიმე პარტიამ უკვე გამოთქვა მზაობა, ხო ვთქვათ რომ იმუშაოს თანხმრივ ურთიერთობა გაგიათ. ურთიერთობა არის ორმხრივი, ხო? თუ მოვლენ და იმუშავენ დიდი სიამოვნებით, დღემდე
თუ კი სადმე რაიმე ინიციატივა გამოუხატავთ თანამშრომლობის ყველგან ვეთანამშრომლებით. კი ბატონო, კითხვა არის სხვა. უკვე რამდენიმე პარტიამ თქვა კიდეც. ვინც აპირებს რომ ამ სამუშაო ჯგუფებში იმუშაოს, მაგრამ პოლარიზაციის ფონზე რამდენად წარმატებულად ხედავთ ამ პროცესს და აქვე მინდა კითხოთ, რომ საერთოდ პოლარიზაციაზე რას ფიქრობთ? ნუ ეს დარჩა ამ 9 პრიორიტეტში, ხო? ისევ დავალებად თუ შესასრულებლად. იკლო პოლარიზაცია მან დაიკლებს ფიქრობთ იმ რომ ძალიან ხშირად აკეთებდა ქართული ოცნება მათ შორის პრემიერი განცხადებას რომ მოგვეცით სტატუსი და გაჩვენებთ როგორ მოდი ახლა მაყურებელს დაიკლებს პოლარიზაცია ახლა ვინც გვიყურებს ჩვენი პასუხს ღორა გაქვს ემსიკიდან უკავშირი ხო ვერ გვექნება მაგრამ აი ხა წარმოიდგინეთ აი მიმართავ ყველა ადამიანს ვინც ამას ისმენს ამ წუთებში ან მოისმენს დაძაბულობის და პოლარიზაციის ხარისხი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად არის თუ არა დაკლებული თავისთავად, ბუნებრივად. ნუ ტემპერატურამ დაიწია თან. ტემპერატურის დაწევა უზრუნველყოფს, ეს ტემპერატურა რო იწევს, პოლარიზაციაც დაბლა და დაძაბულობაც იწევს და ასე შემდეგ. ესე იგი ჩვენ რო ვამბობდით, დაწყებული პარტიის თავმჯდომარიდან, პრემიერ-მინისტრიდან და ასე შემდეგ, დამთავრებული ნებისმიერ ჩვენგანამდე, ჩვენთაგანამდე, ხო? რო ვამბობდით, რომ როგორც კი დადებით და პოზიტიური და სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, პოლარიზაციის ხარისხის თავისი დაიწევს. ამაშიც მართლები აღმოჩნდით. დაიწია პოლარიზაციის ხარისხმა. ალაპარაკდნენ უკვე ვიღაცები რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ გამოჩნდება და იკლო თუ არა პოლიტიკური პროცესი დაიწყება. ერთმანეთზე მიბმული ამბებია პოლიტიკური ტემპერატურა დაეცა, რატო იცით პოლიტიკურ ესე იგი პოლარიზაციის ხარისხმაც დაიწია. მათმა იმ ცუდმა мотиваციებმაც დაიწია, იმიტომ რომ ხედავენ რომ მას აზრი არ აქვს და რაღაცებს ლაპარაკობენ მაინც ახლა, მაგრამ ამ ყველაფრის ხარისხი, მათ შორის პოლარიზაციის ხარისხი არის დაწეული. ეს უზრუნველყო კანდიდატის სტატუსმა და სწორმა და სამართლიანმა გადაწყვეტილებამ ევროპის მხრიდან. ამას ვლაპარაკობთ, ეს ამაშიც მართლები აღმოჩნდა. ანუ თუ კი რამეს ვლაპარაკობთ, თურმე ყველაფერში ყოფილვართ მართლები. ნახეთ, კიდევ უფრო დაიწევს თუ მათ мотиваცია არ ექნებათ იმისა, რომ ამ რაღაცა თავისი რადიკალიზმით, მავნებლობით შედეგს ვერ მიაღწევენ. რაც უფრო ნაკლები მოლოდინი ექნებათ შედეგის მიღწევის სახელმწიფოს დაზიანების ხარჯზე, ქვეყნის დაზიანების, საკუთარი სამშობლოს დაზიანების ხარჯზე, მით უფრო დაიწევს პოლარიზაციის ხარისხი და იმიტომ გამოჩნდნენ ვიღაცეებმა რო ამბობთ ახლა. იმიტომ გამოთქვეს ვატყობნა იმაში სამუშაო ჯგუფებში როცა პოლარიზაცია როცა მათ ამ მავნებლობას აზრი ქონდა მათივე აზრით, ჩვენი აზრით არ ქონდა აზრი, მაგრამ მაშინაც ვამბობთ. მაშინ საერთოდ არ შემოდიოდნენ პარლამენტში. პოლარიზაციის ხარისხი მაშინ იყო. მათი დიდი ნაწილი მაშინაც ხარისხი მაშინ იყო ცაში, ხო? უმაღლეს რეგისტრში და ხარისხში. მაშინ იყო, ხო? და ახლა არის ძალიან დაბლა და იმიტომ გამოთქვეს, მაშინ საერთოდ პარლამენტში არ შემოდიოდა არც ერთი და მე სხვა სულებით პოლიტიკური სწორი სულებით აქაც შემოვიყვანეთ, უზრუნველყავით ეს ყველაფერი. დღეს როცა პოლარიზაციის ხარისხი ესე დაწეულია, შედარებითი ყველაფერი რა თქმა უნდა არის დღესაც რაღაც ხარისხის პოლარიზაცია, ახლა ვიღაცები გამოთქვამენ, ზატყობნაც ძალიან კარგი, მოვიდნენ, დაждდნენ და ამ სამუშაო ჯგუფებში იმაზე იკამათებენ, რაზეც უნდა იკამათოთ, არა რაღაცა სულებით. მაგალითად, დღევანდელი ამბავი. ხო, ცესკოს არჩევის ანტიკორუფციული ბევრი ვენეციის კომისიიდანაც მოსულია უკვე შენიშვნები. დათო სონღულაშვილს რო ის გამოქონდა კანონპროექტი რეგულირებასთან დაკავშირებით. თქვენ თემებს რო მედიის და მსგავს თემებს რო შეეხებოდა და რო ამბობდნენ რომ ეს აბა ვისთან შეათანხმეთ იტყუებით ტრიბუნიდან უთხრა. როდესაც მოიხდითო, მსგავსი ტერმინი იყო. რომ როდესაც ამას მოიწონებდნენ დაადასტურებენ, მოიხდითო ბოდიშო ანანასრუშის მიმართა თუ არ ვწდები. მაშინ რომ დიდი რაღაც თავგამოდებით ამბობდნენ, აბა გვაჩვენეთ და ითხოვდნენ რომ პირადი მიმოწერა პრაქტიკულად რომელიც იყო რომ აი ამ თემაზე რას ფიქრობ და ეს WhatsApp-ის და მეილის ისინი ჩანაწერები გამოაქვეყნეთო. თორემ იტყუებითო და რადგან ახლა ამას არ აქვეყნებ ამ მიმოწერას მეორე მხარის თანხმობის გარეშე იქ უამრავი საკითხი არის. დეტალ სამუშაო პირადი მიმოწერის და გულისხმობთ ევროკავშირის ელჩმა რომ გააკეთა განცხადება და მოიწონა თუ დღევანდელი უკაცრავ მე მგონია მედია რეგულაციებზე გახსოვთ ევროკავშირის ელჩი რომ გამოვიდა კი ბატონო მაშინვე ხო თქვა ევროკავშირის ელჩმა დიდი მადლობა მას ამისთვის მაგრამ დღეს უკვე მოწონებული იქნა დეტალურად ჩვენი პარტნიორების მიერ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დღეს დადასტურდა რომ აქაც რაღაცებს ხო არა ეს მანამდე დადასტურდა ჩვენთვის იმიტომ რომ განცხადება გააკეთა ჩვენ რაღაცების აწმყოში გვიწევს ხოლმე რაღაცების მტკიცება, რაღაცების ვერ გასაჯაროების ფონზე და ამ დროს მე მომავალში და უკვე ეხა ეს აწყო გახდა წარსული და დღევანდელი აწყო არის
უკვე ის მომავალი მაშინდელი დაპირების თანახმად მაგალითად დათო სამღულაშვილის რომ ეუბნებოდა რომ ამაზე კი მოიწონებენ ამას მოიწონებენ მათი მოთხოვნაა მათი რეგულაციაა და ჩვენც ამას ვეთანხმებით და ამიტომ შეთანხმებულად არა ეს ტყუილია რომ იზახდა აღმოჩნდა ესეც მართალი აი ესე გვიწევს სულ ერთი წლით ადრე რაღაცების ტკიცება და მე ერთი წლის თავზე თუნდაც ყველაფერში მართლები ყოფილიყავთ ხო? კარგით და ბოლო კითხვა უნდა მოვასწროთ რო გვეწურება დანიშნულია ორ დღეში ოცნების ყრილობა რამაც გააჩინა კითხვები ბევრი ფიქრობს რომ რაღაც სიახლეს უნდა ელოდოს საზოგადოება იმიტომ რატო გახდა ესე აუცილებელი თქვათ წლის ბოლო დღეს უცებ ყრილობის ჩანიშვნა ასე აღიქვეს მედიის ნაწილმა ოპოზიციამ და ბევრი კომენტარები მოვისმინე ამ თემაზე თუ შეგიძლიათ გითხრათ რა იქნება ამ ყრილობის გარდა იმისა რომ პოლიცსაბჭოს შემადგენლობა იცვლება რაც ღია დაანონსდა პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. რა იქნება კიდე და შესაძლოა რა მისვლილებას ველოდოთ? ყველაფერი ძალიან კარგი. მე წეღან რომ გელაპარაკეთ ნინო. და კიდე ერთხელ გავიმეორებ დიდი სიამოვნებით და მე მგონია რომ ყველამ კარგად უნდა გაითავისოს რამხელა სირთულეები და გამოწვევები გვაქვს გადასალახი ჩვენ ყველას ერთად. და აქ რისკების დრო და აქ რაღაცეების რომელიმე გზაზე შეცდომის დაშვების დრო არ არის. და ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა ამ ქვეყანაში ამიტომ აქ ეს ამ ხელა მხარდაჭერა ხალხი ამას გრძნობს და ხედავს რომელიც დეოკუპაციის გზაზეც სწორად დადის პარალელურად მშვიდობა და სტაბილურობაში ნარჩუნებულია პარალელურად ეკონომიკური განვითარება მიდის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $8,000 თუ გადაცდენილი აი ამ ვითარებაში რეგიონში რა ხდება ეს ხო არ იყო მარტივი ამბავი პარალელურად კონკრეტულ შედეგებზე გავდივართ ევროკავშირში ევროკავშირისკენ სulis გზაზე ევროკავშირის გზაზე კონკრეტ სტატუსი მივიღეთ აი მურთულეს პირობებში პარალელურად ეროვნულ ინტერესებზე არავითარ შემთხვევაში არაფრის ხარჯზე უარს არ ვამბობ და ამ დროს ეს ყველაფერი აი რამდენი გზა გვაქვს ჩვენ სწორად გასავლელი და ამ ყველაფრის ერთობლიობაში ამ ყველა გზაზე და ამ ყველა გზის კიდევ უფრო ზუსტად ვთქვათ ერთ გზაზე ერთ სწორ საერთო გზაზე გზად გაერთიანება არის ურთულესი ამოცანა ეს მარტივი თემა არ არის მაშინ როდესაც მით უმეტეს შიგნიდან გირყავენ გარედანაც არსებობენ ძალებიც რომლებიც ამაზე გირყავენ და შენ მაინც არ უნდა წაბორძგდე შენ მაინც ორ ფეხზე მყარად უნდა გაიარო ეს ყველაფერი შენ მაინც ეროვნული ინტერესი არ უნდა დათმო სუვერენიტეტი არ უნდა დათმო შენი სუვერენიტეტი უნდა იყოს შენი ამოსავალი წერტილი მშვიდობით განვითარებით შენ აფხაზ და ოსმეზადებს უნდა უთხრა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და განვითარებით ვივლით თქვენთან შერიგების თქვენთან მორიგების ქვეყნის გაერთიანების გზაზე თან ეკონომიკურად განვითარდებით ამით გავხდებით თქვენთვის მიმზიდველები თან თითოეულ მოქალაქე ჯიბეს ნელ-ნელა დაეთყობა ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს ერთად უზრუნველყოფა ურთულესი ამოცანა და ამ ამოცანებისთვის დასახვას აპირებს ყრილობაზე ეს ამის პასუხად იმიტომ ხარით კი ბატონო ბევრი ჩვენ ახალი რაღაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გვიწევს ანუ რაღაც სიახლეებს მაინც უნდა ველოდოთ მე ჟურნალისტური ის მაგრამ რამე ინტრიგა არის თუ არა ამ ყრილობაში გავარკვევი კიდევ გავძლიერდეთ და კიდევ უფრო მყარად რომ ვიყოთ აი ესეთი ნაბიჯები უნდა გადადგა და ყოველთვის ამისკენ თითოეულ სიახლე ყრილობა იქნება რაღაცა გეგმა იქნება გადადგმული ნაბიჯი იქნება აი ამ საერთო მიზანს ემსახურება უფრო კონკრეტულად რა 30 დეკემბერს ყრილობაზე ვიხილავთ რაღაც სიახლეს როგორც მივხვდით ეს დასკვნა გამოიტანეთ თქვენ ჩემი საუბრიდან კი ბატონო აი მე რაც ვილაპარაკე მე მგონია რომ მნიშვნელოვანია და კიდე ერთხელ ვიმეორებ ნებისმიერი ყრილობა იქნება თუ ნებისმიერი ღონისძიება და აქტივობა რაც ამ ყველა გზაზე ჩვენ დაუბრკოლებლად რა თქმა უნდა რთულია აი ყველაზე დიდი სირთულე ეს არის რომ ყველა პრიორიტეტი ერთნაირი წარმატებით განახორციელო აი ამ გზაზე სიარულისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და არასდროს დავთმობთ ეროვნულ ინტერესებს არასდროს დავთმობთ ჩვენ იდენტობას და პარალელურად ამ გზაზე წარმატებით ვივლით და ამისათვის ბევრი პოზიტიური სიახლეებიც გვექნება, კარგი ამბებიც გვექნება, სირთულეებიც გვექნება, გამოწვევებიც ძოლასაც დაგვიწყებენ, რაღაცებსაც დაგვიძახებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში საქმით ვამტკიცებ ჩვენ რომ შედეგები არის ისეთი, რომელიც ქვეყანას აწყობს და ამ გზაზე ვივლით განუხრელად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და აქვე მაყურებელს წინასწარ მივულოცავ დამდეგ 2004